ეს არის სტილის არხი რადიო იმედზე. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. 11 საათი 15 წუთი გახლავთ რადიო იმედის სტილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და სტუდიაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორს ბატონ ირაკლი ქარქაშიძეს მასმეძლობ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, მოგესალმებით ზაზა, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბატონ ირაკლისთან ერთად ჩვენ საქართველოს აეროპორტების და ქართული ავიაციის შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ და დიალოგის დასაწყისში ალბათ სწორი იქნება თუ კი გასული წლის შეჯამებით დავიწყებთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ხედვით, თქვენი შეფასებით, თქვენი სააგენტოს სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, ისტორიული წელი იყო 2024 წელი ქართული ავიაციისთვის. რამოდენიმე წარმატების ფაქტორი ჰქონდა, რომელსაც გამოვყოფდი, ეს გახლავთ პირველ რიგში გზავრთნაკადი ჯამურად სამ საერთაშორისო აეროპორტში 7,400,000 გზავრზე მეც მომიმსახურეთ, რაც წინა წელთან შედარებით 20 თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რომელიც წინა წელთან შედარებით არის 24%-იანი ზრდა. ასევე ზრდა ჰქონდა უშუალოდ რეისების რაოდენობის მხრივ, ფრენების მხრივ, თუმცა ფრენების მხრივ შედარებით ნაკლებია და რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ფრენები ბევრად დატვირთული არის ვიდრე წინა წლებთან შედარებით, შეიძლება ძალიან ტექნიკურ საკითხს ვეხები, თუმცა ეს შედარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ცალ-ცალკე აეროპორტებსაც რო შევეხოთ, ყველაზე მეტი ზრდა 53%-იანი ზრდა ჰქონდა ბათუმში, რაც არ არის ტიპიური ისეთი ძველი აეროპორტებისთვის, უკვე ტრადიციული აეროპორტებისთვის, როგორც არის ბათუმი და ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმი კიდევ და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის. შემდეგ იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც 29%-მდე ჰქონდა ზრდა დაახლოებით. ხოლო ბოლო არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ამას თავისი ახსნა აქვს, არა იმიტომ რომ ქუთაისმა განვითარება შეაჩერა, არამედ მსოფლიო ბაზარზე არსებობდა გამოწვევა ახალი 321 ნეო, რომელთაც ერთ-ერთი ჩვენი მსხვილი ავიაკომპანია ვიზიარი ოპერირებს, რავებს სჭირდებოდათ ტექნიკური მეინტენენსი და ერთ-ერთი საჰაერო ხომალდის ერთი ბაზის დროებით გაყვანა იყო საჭირო, თუმცა ჩვენ ეს პროცესი შეიძლება ითქვას, რომ უკვე დავასრულეთ და წელს და უკვე დაბრუნდა ეს საჰაერო ხომალდი ქუთაისში და უკვე ისევ 4 ბაზირებული საჰაერო ხომალდია და წელს გეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ გზავრებს. აქედან გამომდინარე, ქუთაისიც წელევანდელ წელს დადებს იმ შედეგს, რომელსაც ჩვენი გზავრები არიან მიჩვეულები. რაც შეეხება უშუალოდ ავიაკომპანიების მხრივ, ამ მხრივაც ისტორიული წელი იყო. ქართული ავიაციის ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ჩვენ წარმატებით დავასრულეთ 10 ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები. აქედან 6 უკვე ოპერირებს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 6 უკვე არის ბაზარზე, ხოლო 4 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყებს ოპერირებას და ამ ავიაკომპანია ზოგადად ჩვენ ყველა ავიაკომპანია უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ყველაზე მსხვილი ალბათ მაინც ლონდონის მიმართულებაა, სადაც ერთდროულად 2 ავიაკომპანია, British Airways, ბრიტანული ფლაგმანი და ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet იწყებენ ფრენას. EasyJet-თან მოლაპარაკება ბოლო 2 წელი განსაკუთრებით ინტენსიური იყო, თუმცა თქვენ რომ წარმოდგენა გქონდეთ 2015 წლიდან პერიოდული შეხვედრები და მცდელობები გქონდა და საბოლოოდ მივახციეთ იმ შედეგს, რომ 2025 წლის 31 მარტიდან 3 მიმართულებით, ეს იქნება ჟენევა, მილანი და ლონდონის მიმართულებით EasyJet-ით დაიწყებს ოპერირებას. აი გასული წლის ერთ-ერთი თავარი მონოპოლი 24%-იანი ზრდა საერთო მოცემულობისა ჩვენი აეროპორტების, რომელიც თქვენ ახსენეთ და მოკლე კითხვა, რა იყო ძირითადი მიზეზი, გარე ფაქტორები, გლობალური ფაქტორები თუ ჩვენი მცდელობები, პოზიციონირება, თუ ყველაფერი ეს კომპლექსურად? ყველაფერი კომპლექსურად, ალბათ არ შეიძლება რომ ერთი ფაქტორი იყოს გამოყოფილი ამ ყველაფერში. იქიდან გამომდინარე, რომ ავიაცია საკმაოდ კომპლექსური და ძალიან ესეთი სენსიტიური არის ყველა მოვლენის მიმართ. ყველა ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ეს იქნება სტაბილურობა, ეს იქნება ზოგადად გარემო, თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ალბათ უნდა ითქვას ის, რომ სწორი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გავატარეთ, სწორი საკომუნიკაციო ფორმატი და სწორად შექმნილი ბიზნეს кейსები, იმიტომ რომ თითოეული ფრენა არის კომერციული აქტივობა კომპანიებისთვის და
ეს მათი მხრიდან განხორციელებული ინვესტიცია არის. აქედან გამომდინარე, ალბათ სწორი ბიზნეს მოდელების შექმნა და სწორი გარემო ჩვენს აეროპორტებში და რა თქმა უნდა არ შეიძლება არ გამოვყოთ ტურიზმის სწორი სტრატეგია, რომელიც საქართველოს კიდევ და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გასაგებია. ჩვენ მივიღეთ რაღაც თუ არ ვიცი როგორც დილეტანტის თვალით შევხედავ ამას, ისეთი მოცემულობა რომ იგივე ქუთაისის აეროპორტი, რომელიც ძალიან აქტიურია და პირდაპირ ასოცირდება ვიზიართან, ამ ბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან, თავისი პლუსებით და მინუსებით, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან დიდი ნაკადი გზავრთ ნაკადის ზემოქმედება მოახდინა და ძალიან ბევრისთვის საშუალება არის ევროპული მიმართულებით მეტწილად ფრენებისთვის. თბილისი შედარებით მაღალ ბიუჯეტური სეგმენტისთვის დარჩა. აი ხო თქვენ ბრძანეთ რომ 10 ავიაკომპანია 6 მათგან უკვე დაახლოებით და დანარჩენებიც შეუერთდებიან უკვე წლის განმავლობაში ხო გაზაფხულიდან. დაახლოებით ასეთი მიდგომა გაგრძელდება თუ ეს იყო პირველი პერიოდის თუ შეიძლება ეს სეგმენტირება სწორიც არის არ ვიცი ჩვენ რა თქმა უნდა ყოველწლიურად რთული არის გეგმაში გქონდეს რომ 10 ახალ ავიაკომპანიას შემოვიყვანთ ეს რა თქმა უნდა მიზანი და სასურველი არის თუმცა წარმოუდგენა რომ გქონდეთ როგორც გითხარით EasyJet-ის შემთხვევაში 2-3 წელი ჭირდება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს ჩვენ გვაქვს იმედები რომ წლევანდელ წელს რამოდენიმე ახალ ავიაკომპანიასაც თანაც წარმატებით დავასრულებთ მოლაპარაკებას, რამოდენიმე შეიძლება უკვე არსებულ ავიაკომპანიასთან ახალი მიმართულებები შევთავაზოთ. ეს ძალიან დინამიური პროცესია, თუმცა ქუთაისის აეროპორტს მინდა შევეხო რამოდენიმე სიტყვით ეს ძალიან საინტერესო ფენომენი არის ზოგადად ჩვენი ტიპის გავს ქვეყნებში, როდესაც ქუთაისის აეროპორტი ფუნქციონირება განაახლა მაშინ პრინციპში მხოლოდ თბილისი და ბათუმის აეროპორტები ოპერირებდნენ და მეტნაკლებად პატარა ქვეყანა გადაფარული იყო, თუმცა ქუთაისმა შეძლო და სრულიად ახალი სეგმენტი შექმნა, რომელიც მანამდე არასოდეს არ დაფრინავდა და შესაძლებლობა იმ შესაძლებლობა, რომელიც პირდაპირ ფრენებს ნიშნავს და დღეს ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე მეტი ფრენა გვაქვს ევროპის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს გულისხმობ, მისცემ გზავრებს შესაძლებლობა, რომ თუნდაც long weekend-ზე, ან გრძელ დასვენების დღეებზე 3-4 დღით გადაფრენილიყვნენ, ემოგზაურათ და უკან დაბრუნებულიყვნენ და რაც მთავარია, ეს გზავრები არ არიან თბილისის ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გზავრები. და შესაბამისად სეგმენტი არ წაართვა, ბაზარი არ გაიყო და სრულიად ახალი სეგმენტი შეიქმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი წარმატება არის ჩვენი საავიაციო ინდუსტრიის. გასაგებია. თქვენ ისაუბრეთ ახლა იმაზე, რომ გასული წლის რაოდენობის ზრდა ფრენებისა, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი იყო იმაშიც, რომ შეიძლება ავიარეისების რაოდენობა არ გაზრდილა, მაგრამ ის ავიარეისები, რომელიც ხორციელდებოდა, ყველა, ასე ვთქვათ, მეტად შევსებული იყო და რაოდენობა. და გავასწრებოდი დავაზუსტებ, რომ ავიარეისებიც გაიზარდა, მაგრამ არა 24 და 53%-ით გაიზარდა ამ რეისებზე დატვირთულობა, ამ გზავრებზე. ასე რომ ვთქვათ, მკვეთრი იყო რეისების შევსება და დატვირთულობა, ხო? ჩვენი რაოდენობა გასაგებია საქართველოს მოსახლეობისა და ეს შევსება ამ ავიარეისებზე ალბათ მარტო ქართველებით არ ხდებოდა. კითხვა მიმყავს საით და ალბათ ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. რა პერსპექტივა და შესაძლებლობა გაგვაჩნია იმისთვის, რომ მით უმეტეს მესმის რომ ყოველ წელს 10 ავიაკომპანია არ ვერ შემოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ 10 შემოსვლა სხვასთან კომუნიკაციას კიდევ უფრო გაადვილებს და შეიძლება სხვა კომპანიებმა თავად მოგმართონ ამ სურვილით და იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში იმუშავებთ, მაგრამ ჩვენი სატრანზიტო რესურსის თვალსაზრისით, ჩვენი რეგიონული მდებარეობიდან გამომდინარე, რა პერსპექტივა გაგვაჩნია იმ ბაზარზე, სადაც იგივე თურქეთს უკვე წლებია ფეხი მოკიდებული აქვს. ჩვენ ხა ძალიან ფართო აუცილებლად, იმიტომ რომ პერსპექტივაში ეს არის ჩვენი მოცემულობა. ჩვენი ერთ-ერთი და მთავარი სტრატეგია და მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი. სწორედ ამას ემსახურება ის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ქუთაისში ვახორციელებთ, რომელსაც თბილისში ვგეგმავთ და მიმდინარე საკითხები არის, აქედან გამომდინარე ძალიან მარტივად რომ გიდას ისე მოკლედ რომ გიპასუხოთ, დიდი პოტენციალი გაგვაჩნია ამ მიმართულებით, თუმცა ამას სჭირდება კონკრეტული სტრატეგიული ქმედებები, როგორც ინფრასტრუქტურის ხაზეც,
გიდასტურებთ რომ აქტიურად უმუშაობთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ კერძო სექტორი იყოს ამისთვის მზად და ძლიერი ავიაკომპანია არსებობდეს ბაზარზე იმისთვის რომ ტრანზიტული მგზავრები შევქმნათ. ამას ვერასოდეს და ვერც ერთ ქვეყანაში თქვენ თურქეთი ახსენეთ და მათ შორის არის თურქეთში ადგილობრივი ავიაკომპანიის გარეშე ვერ მიიღწევა. ანუ ეს მაინც ლოკომოტივია ადგილობრივი ავიაკომპანია ყოველთვის არის ლოკომოტივი ტრანზიტული მგზავრებისთვის და მნიშვნელოვანია რომ ავიაკომპანიებში არსებობს სამი ტიპის მოდელი, დაბალბიუჯეტიანი, ჰიბრიდული და სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები და აქ მნიშვნელოვანია რომ ეს ავიაკომპანია იყოს ან ჰიბრიდული ან უკეთესად სრული სერვისის მიმწოდებელი ავიაკომპანია. აქედან გამომდინარე, თუმცა გიდასტურებთ რომ რეგიონში ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს დღეის მდგომარეობით იმისთვის რომ ჩვენ სატრანზიტო ჰაბი გავხდეთ და ის პოტენციალი რომელიც დღეს ჩვენს შემოგარენში არსებობს ავითვისოთ. გასაგებია. ახლა კონკრეტულად აეროპორტებზე კითხავთ როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს. ჩვენ ვხედავთ რომ იგივე ქუთაისში გაფართოების ამ პროცესს ვადევნებდით თვალყურს, ჩვენ გავიგეთ და ისმის არაერთი განცხადება თბილისში ახალი აეროპორტის შენებლობასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებებზე რა პერსპექტივა გვაქვს და ბათუმზეც ყველაფერი გეგმება? პირველ რიგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ყველა მიმართულებით. დაახლოებით წარმოდგენა რომ გქონდეთ სამჯერ იზრდება დღეს არსებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რაც საშუალებას მოგცემს უკვე ნებისმიერი ზომის საჰაერო მომსახუროთ შეზღუდვების გარეშე. მათ შორის ატვირთო საჰაერო ხომალდებს ეს უკვე ახალი შესაძლებლობა აქვს ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. 3.5 კილომეტრის სიგრძის ახალი დასაფრენის ზოლი საერთაშორისო აეროპორტის ჩვენს დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში პირველად შენდება. ყველა დღეს არსებული ასაფრენის ზოლი მანამდე არის საბჭოთა კავშირის დროინდელი ასაფრენის ზოლი რეაბილიტირებული. ეს არის პირველი შემთხვევა და ალბათ ძალიან ისეთი თამამი განაცხადიც ჩვენი ინფრასტრუქტურის, სააეროდრომო ინფრასტრუქტურის ნაწილში და უკვე 2026 წელს დარწმუნებული ვარ, რომ სრულად იქნება შეყვანილი ექსპლუატაციაში ახალი ინფრასტრუქტურა და საჰაერო ხომალდებს შეუძლებთ რომ ახალ დასაფრენ ზოლზე მომსახუროთ. ეს უკვე შესაძლებლობას გვიხსნის, რომ ვესაუბროთ არა მხოლოდ სამგზავრო ავიაკომპანიებს, ასევე მოვიზიდოთ ლოგისტიკური ცენტრები, რომლებიც ქუთაისის სტრატეგიული ლოკაცია გააჩნია და სამკომპონენტიანი ლოგისტიკური ცენტრის მოწყობა არის შესაძლებელი. რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, ეს ბევრად კომპლექსური პროექტია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ქვეყნის მთავარი აეროპორტის რელოკაციაზე, სწორად უნდა დაიგეგმოს, რადგანაც დღეს მიღებული გადაწყვეტილებას აწეულების შემდეგაც უნდა ქონდეს ეფექტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვართ იმ ფაზაში, როდესაც აქტიურად ვატარებთ ყველა კვლევას, ყველა წინასწარ კვლევას და წელს უკვე დავიწყებთ უშუალოდ აეროპორტის პროექტირებას. ეს საჭირო არის იმისთვის, რომ რომელიმე კვლევაში გამოკვეთილი რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გათვალისწინებაც პროექტირების დროს მოგვიწევს, უკვე წინასწარ ვიცოდეთ, რომ შემდეგ რაღაც ფორს-მაჟორში არ მოგვიწიოს ან გადაკეთება ან ცვლილებების შეტანა. აქედან გამომდინარე, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ახალი განაცხადი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ერთ-ერთი მთავარი მდგენელი იქნება იმ სტრატეგიის, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ ვახსენეთ, საქართველოს გახდეს რეგიონალური ჰაბი. კი ბატონო. და ბათუმთან მიმართებაში ყველაფერი იგეგმება. ბათუმის აეროპორტი ძალიან ესეთი სეზონური აეროპორტია, რომელიც ძირითადად ზაფხულზე არის დატვირთული და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად 4 სეზონიანი აეროპორტი გახდეს და ამას ხელს უწყობს ბევრი სხვადასხვა უწყების ჩართულობა. იმისთვის რომ ზოგადად რეგიონი, აჭარის რეგიონი გახდეს 4 სეზონიანი, ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა კვლევებს თუ რა მიმართულებით შეიძლება ბათუმის აეროპორტის განვითარება და ქალაქთან ერთად თანაარსებობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იქაც გვაქვს გეგმები, თუმცა ბათუმის აეროპორტი მაინც გონია და მიმაჩნია, რომ დარჩება სეზონურ აეროპორტად, რომელიც ლოკალურად იქნება საკურორტო ზონებზე მიბმული. აქედან გამომდინარე, ესეთი თავი განაცხადი, როგორც ვაზიანს და ქუთაისის აეროპორტს აქ შეიძლება არ ქონდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტების განვითარების მიმართულებით. დავისთავად. ახლა კიდევ უფრო ლოკალურ აეროპორტებზე გადავიდეთ. ჩვენ გვაქვს მესტიის აეროპორტი, სადაც ასევე რაღაც ცვლილებებს ველოდებით. რა ტიპის ცვლილებებია ეს?
ჩვენ 2024 წელს დავაპროექტეთ ახალი ტერმინალი, რენდერები პრინციპში და ვიზუალი საჯაროა და ჩვენს ფენელს უკვე ნანახი აქვს ძალიან ლამაზი და ძალიან საინტერესო რელიეფზე და გარემოზე და კულტურაზე მორგებული ტერმინალი გამოგვდის. ჩვენ წელს უკვე დავიწყეთ მშენებლობას. მესტიაში მშენებლობა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული და სირთულეებთანაა, თუმცა მიმაჩნია, რომ ძირითადი სამუშაოები წლევანდელ წელს უკვე დასრულებული იქნება. ასევე ძალიან საინტერესო ეს პროექტი სანამ სხვა აეროპორტებზე გადავალ მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ მესტია ძალიან მზარდი აეროპორტია და ვხედავთ თუ რამოდენაა მოთხოვნა ამ მიმართულებით და ის მცირე ზომის ტერმინალი, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესია მთელს ევროპაში, მინიატურული, მაგრამ ულამაზესი, ვერ უზრუნველყოფს იმ რაოდენობის გზავრების გატარებას, რომელიც მესტიაში არსებობს და ჩვენი ახალი ტერმინალი სრულად არის ყველა საერთაშორისო სტანდარტთან და მოთხოვნებთან შესაბამისად ეს მოგცემს კიდევ უფრო მეტი საშუალებას იმისთვის, რომ არ მხოლოდ ის ფრენები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვემსახურებით და გზავრებს თავაზობთ, სახელმწიფო სუბსიდირებულ ფრენებს გულისხმობ, ასევე საშუალებას მოგცემს კერძო საჰაერო ხომალდებისთვის, მცირე ზომის საჰაერო ხომალდებისთვის ვუმასპინძლოთ და შევთავაზოთ ის სერვისი, რომელსაც კერძო საჰაერო ხომალდების მფლობელები აეროპორტისგან ელოდებიან. და პირდაპირ იგივე ევროპული ქვეყნიდან იქ ჩავიდნენ თბილისის ტრანზიტის გარეშე. ანუ მოცემულობამ გაიძულათ რომ ესვლილებები და გაფართოება. კი, იმიტომ რომ ხედავთ მოთხოვნას, თუმცა როგორც ყველა ეკონომიკურ საქმიანობაში თუ არ არის მიწოდება, არ არის მოთხოვნა და პირიქით თუ შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა და არ იყოს მიწოდება, ამიტომ ეს ორი მნიშვნელოვანი დგენელი ერთმანეთთან დავადაროთ და ჩვენ ხედავთ რომ არსებობს ამის შესახებ კერძო სექტორისგან მზაობაც მოთხოვნაც, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ არ არსებობდა აქამდე მიწოდება, შესაბამისად არ იყო ეს სერვისები განვითარებული და გვაქვს ამბიცია და სურვილი რომ ეს ყველაფერი შევთავაზოთ უკვე კერძო. კი ბატონო. განვაგრძელოთ ლოკალური აეროპორტების მიმოხილვა და ამბროლაურში რაც მოცემულობა გვაქვს ეს ალბათ ჯერჯერობით ყოფნის ხო რეალობას. ამბროლაურის აეროპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი აეროპორტი, რომელიც პრინციპში სულ რაღაც 2 დღის წინ იზეიმა იუბილე და 2017 წელს გაიხსნა. ეს შესაბამისად ის სრულად არის უზრუნველყოფილი ყველა საჭირო სტანდარტით, აღჭურვილობით და სავსებით აკმაყოფილებს მოცემულ ეტაპზე მოთხოვნას, იქიდან გამომდინარე რომ დაგეგმარებული შესაბამისად სწორად არის და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ჩვენ თავარ მიზანს წარმოადგენს ის რომ ამბროლაურის აეროპორტში ფრენების რაოდენობა გავზარდოთ, რისთვისაც საჭიროა მგზავრები და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გასული წლის თქვენი საპროექტო აეროპორტების მიმართულებით განაცხადებიდან ერთ-ერთი საინტერესო და ხმამაღალი იყო ალბათ თელავის აეროპორტი, იგივე მიმინოს აეროპორტი მიმინო, რომელიც ფილმის წყალობით აბსოლუტურად სხვა რეკლამირების შედეგი გახდა. იქაც მინიატურული აეროპორტი იყო და იქაც რაღაც საბჭოთა ეპოქისთვის იმ რეალობისთვის მორგებულ საჭიროებებს. ჩვენ ამ თემაზე გვისაუბრია, მაგრამ ვისარგებლებ მომენტი და კიდევ ერთხელ ვითხარით თელავის აეროპორტის პერსპექტივაზე. მე მესმის, რომ ახლა ლოკალური შენდება, მაგრამ თელავადიანში განხილვა. კი, თელავის აეროპორტიც უნიშნულოვანესი პროექტია და ჩვენ ერთი წუთითაც არ შეგვიჩერებია ამ პროექტზე მუშაობა, თუმცა მესტიისგან და ამბროლაურისგან განსხვავებით იქ ფაქტობრივად ახალ აეროპორტს ვაშენებთ. და რა თქმა უნდა შედარება არ არის თბილისის ახალ აეროპორტთან, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი პრინციპში ერთნაირად საჭიროებს კვლევებს. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე დავასრულეთ და წლევანდელ წელს უახლოეს მომავალში ვემზადებით იმისთვის, რომ უკვე დავიწყოთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, რაც გულისხმობს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და აეროდრომო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, პერიმეტრის შემოღობას, ახალ ტერმინალს, სანავიგაციო სისტემების მონტაჟს და ასე შემდეგ, რაც კომპლექსური სამუშაოებია. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ყველა კვლევა, ყველა პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში ჩვენ სამშენებლო სამუშაოებს გამოვაცხადებთ ტენდერს. ამისთვის მზადება უკვე დაახლოებით იმ ადგილას, სადაც იმავე ლოკაციაზეა საუბარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს აეროპორტი
ადგილობრივ აეროპორტებს შორის ყველაზე დიდი იქნება და ან ტერმინალის მიმართულებით გულისხმობ და პერსპექტივას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თელავის აეროპორტს ამ აეროპორტებს შორის ალბათ ყველაზე დიდი შანსი გააჩნია ის რომ იყოს საერთაშორისო იმ მიმართულებით, თუმცა აქ საერთაშორისოში არ მინდა მგზავრებმა გაიგონ და ჩვენ მსმენელებმა რომ აქ რეგულარულ ფრენებზე არის საუბარი, აქ არის რეგიონიდან არსებული ჩარტერული ფრენები ტურისტული მცირე ჯგუფებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მარტივი რელიეფი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ მაგამდე, თუმცა პირველ ეტაპზე ამაზე საუბარი არ აქვს. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ კახეთის რეგიონს კონდეს ადგილობრივი აეროპორტი, რომელიც შიდა ტურიზმზე იქნება გათვლილი. ანუ მარტივი რელიეფი, ალაზნის ველი, არა მხოლოდ ღვინის კულტურის, არამედ ავიაციის განვითარებისთვისაც კარგია. ის სხვა ძველი ყოფილი აეროდრომებიდან აფხაზეთზე აღარ საუბრობ, რაც მახსენდება, იგივე დასავლეთის მიმართულებით სენაკის და ზუგდიდის, ან შეიძლება კიდე იყოს სხვა თელავზე ვისაუბრეთ. გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავ თუ არა, ანგება თუ არა რაიმე ტიპის საჭიროება, რომ იქაც რაღაცა მოცემულობა განვავითაროთ, იმიტომ რომ ახლანდელი რეალობით, მას შემდეგ რაც თელავიც დასრულდება, პრინციპში ჩვენ აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი მეტნაკლებად მოცულობა ქვეყნის. ძალიან საინტერესო სტრატეგიული მიმართულებაა, რასაც გვემბრძანებთ და ჩვენ რა თქმა უნდა იდენტიფიცირებული გვაქვს და დარეზერვებულია ყველა ძველი სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რომელიც არსებობდა, თუმცა განვითარების მიმხრივ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არც ზედმეტი მოთხოვნის მიწოდების ფარგლებში ზედმეტი ინვესტირებაც არ განვახორციელოთ და შესაბამისად არც დავაკლოთ. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში გახდა მნიშვნელოვანი, რომ თელავის აეროპორტი განგვეხორციელებია. პირველ ეტაპზე ჩვენ რასაც გეგმავთ, გახლავთ ის, რომ ყველა აეროპორტი ჩვენი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი დავაკავშიროთ ერთმანეთს და გულისხმობ იმას, რომ კონდეს შიდა ფრენები, ეს იქნება მესტია ბათუმი, ბათუმი თელავი, თელავი მესტია, ამბროლაური და ასე შემდეგ, ქუთაისი, თელავი, ქუთაისი, მესტია და ასე შემდეგ. ეს მოგცემს საშუალებას, რომ ამ ეტაპზე ეს ქსელი მთლიანად გადავფაროთ. შესაბამისად, თუ შემდეგ შევხედავთ, რომ კიდევ რომელიმე რეგიონს აქვს დამატებითი საჭიროება, რა თქმა უნდა, ჩვენ სადავართ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ. მით უმეტეს თელავს ერთგვარი ჰაბის ფუნქციაც ექნება, იმიტომ რომ იგივე თუშეთის მიმართულებით ფრენები კვლავ თელავიდან გაგრძელდება, ხო? ნამდვილად თუშეთიც არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისადგომი მაგრამ სეზონურად ალბათ კიდე ცალკე ღირებული. რა თქმა უნდა, როგორც ტურისტულად, ისე სოციალური მიმართულებითაც და თუშეთი თუ როდესმე დადგა ახალი აეროპორტის და მეშვიდე აეროპორტის საჭიროება, ალბათ ლოგიკური იქნება თუშეთი, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ განიხილება, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ რთული არის იქაც რელიეფი და ალბათ საჭიროების შემთხვევაში ვერთფრენები ამ ეტაპზე უზრუნველყოფენ იქ საჭიროებას. ბატონო, ირაკლი, ჩვენ მეტწილად ვისაუბრეთ სამოქალაქო გადაზიდვებზე და ავიაციებზე, მაგრამ ეს თქვენც ახსენეთ, რომ ავიაცია ერთი შრით არ სრულდება და არ იწყება, ხო? მრავალშრიანია, მით უმეტეს დღეს ამ ეპოქაში, სადაც ვართ. მე გავიგე თქვენი პასუხი რეგიონულ ჰაბობასთან მიმართებაში და ამ კუთხით ჩვენს შესაძლებლობებზე, მაგრამ სატრანსპორტო გადაზიდვები ალბათ მაინც ცალკე თემაა. მით უმეტეს რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა თუ სატრანზიტო შესაძლებლობა რაღაც სხვა სივრცეებს გვიჩენს, ეს ერთი თავის ტკივილიც არის ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი გადარჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საშუალება. აი სწორედ ამ სატრანზიტო ინფრასტრუქტურულ ჭრილში ის აეროპორტები, რომელიც ჩამოთვალეთ და რომელიც ასე ვთქვათ მიძინებულია, მაგრამ განხილვის საგანი შეიძლება გახდეს თქვენ ახსენეთ იგივე ზუგდიდის თუ სენაკის აეროპორტებზე. ამ მხრივ როგორ ხედავთ პერსპექტივას იმისას, რომ ჩვენ აი სატრანსპორტო გადაზიდვების თვალსაზრისით რეგიონში მიმზიდველნი გავხდეს და არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციით დაკავებული ავიაკომპანიები, არამედ გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულნიც დაინტერესდნენ ჩვენი საერო. მაგ მიმართულებით ჩვენ თუ არ ჩავთვლით სოხუმის აეროპორტს, ყველა აეროპორტი, რომელიც დღეს არის აუთვისებელი, მცირე ზომის რეგიონალური აეროპორტები, ადგილობრივი აეროპორტის შესაძლებლობა გააჩნიათ. შეეხება საერთაშორისო არასამგზავრო სატვირთო გადაზიდვებს, ჩვენ ამ მიმართულებით ქუთაისის და თბილისის აეროპორტები
შესაძლებლობას თბილისი დღეს იძლევა შესაძლებლობას ქუთაისში უმოკლეს ვადაში შექმნის ამ პოტენციალს და თბილისი რა თქმა უნდა დამატებით კიდევ განავითარებს. აქედან გამომდინარე ეს ორი აეროპორტი მიმაჩნია რომ საკმაოდ ამ ეტაპზე საკმარისი არის აღნიშნული პერსპექტივისგან ასათვისებლად და ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და შევძლოთ და მოვიზიდოთ ისეთი მსხვილი ლოგისტიკური კომპანიები რომლებსაც შეუძლიათ ტვირთის გენერირება. რამე თუ ტვირთები მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოდან არ არის ამ პოტენციალისთვის ასათვისებელი და თქვენ სწორად ბრძანეთ ავიაცია არ არის მხოლოდ ტურიზმი და ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი შრე და უმსხვილეს და არანაკლებ მსხვილ ბიზნესს წარმოადგენს სატვირთო გადაზიდვები. ეს იქნება რა თქმა უნდა ამას კავშირი აქვს სამგზავრო გადაზიდვებთანაც, რადგანაც მცირე რაოდენობის ტვირთებს საჰაერო ხომალდებისა, რომელსაც გზავრები გადაყავს, ასევე ტვირთიც გადააქვს, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ხდებოდეს ტვირთების გენერირება და შემდეგ ამის თუნდაც ტრანზიტზე გაშვება. ამის პოტენციალი ჩვენ ძალიან დიდი გვაქვს და ამისთვის მნიშვნელოვანია რომ ვიმუშაოთ, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დღეს არსებული მიმდინარე პროექტი და ასევე ამას ითვალისწინებს აზიანის ახალი აეროპორტიც. თალსახად ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, უნდა ვიმუშაოთ კიდევ უფრო აქტიურად. სრული სერვისის ხო, ჩვენ დღეს როგორ ვფარავთ აი ამ სამ პროფილს ვფარავთ თუ ორ პროფილს და პერსპექტივაში ჩვენ ძირითადად შევძლებთ თუ არა ჩვენ დღეს ძირითადად ორი ქართული ავიაკომპანია ყავს, რომელიც აქტიურად ავიაკომპანია ბევრი არის შედარებით, რომელსაც ლიცენზია გააჩნია, თუმცა ორი არის, რომელიც აქტიურად რეგულარულ ფრენებს ახორციელებს, სამგზავრო გადაზიდვებს ახორციელებს და ისინი არიან სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები, თუმცა სხვადასხვა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს სატვირთო გადაზიდვების მხრივ. რამოდენიმე ავიაკომპანიაა, რომელიც როგორც ქართულ ტვირთებს, ასევე საერთაშორისო ტვირთებს ემსახურებიან და ამ მიმართულებით ბევრად წინა ვართ და სატვირთო გადაზიდვები იმისთვისაც არის საინტერესო, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ ასევე არა მხოლოდ საქართველოსდან დაიწყონ ფრენები, ასე რომ არამედ სხვა ქვეყნებს შორისაც იფრინონ. შესაბამისად მიმაჩნია რომ პერსპექტივა გვაქვს, ანუ ჩვენ დღევანდელი ბაზარზე არიან ავიაკომპანიები, რომლებსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ, როგორც აეროპორტებმა, სახელმწიფომ ხელი შევუწყოთ იმაში, რომ უფრო აქტიურად განავითარონ, უფრო გაზარდონ თავიანთი საჰაერო ხომალდების ფლოტი და შეთავაზონ გზავრებს უფრო მეტი, როგორც სამგზავრო, ისე სხვა ტიპის ფრენებით. ეს 10 ავიაკომპანია უცხოური, რომლებიც უკვე წელს საბოლოო ჯამში დაიწყებენ ოპერირებას და კიდევ დაემატება მათ, როგორც თქვენ ამბობთ. მოქმედნი და შესაძლებლო პერსპექტივაში ვისაც უნდა საავიაციო ბიზნესის განვითარება საქართველოში იმისთვის რომ თქვენ აღნიშნეთ რომ ჩვენ ვიქცეთ ჰაბად რეგიონულად აუცილებელია ჩვენი ავია სეგმენტის განვითარება. კითხვა მიმყავს საით ეს ამ პატარა ქვეყნისთვის 10 ავიაკომპანია კიდევ სხვები აი ამ მოცემულობაში ქართულის გაჩენის კიდევ ახლის გაჩენის ან არსებულის განვითარების შესაძლებლობა იზღუდება თუ პირიქით კონკურენტული გარემო გააადვილებს ამ საქმეს? პირიქით, ანუ რა თქმა უნდა ამას ორი მხარე აქვს, როგორც ყველა მედალს, აქ ერთის მხრივ არსებობს რა თქმა უნდა კონკურენცია, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს ახალი ავიაკომპანია ასევე ანვითარებს ბაზარს. და მაგალითისთვის გეტყვით რომ მილანი, ვენა, პარიზი, ამსტერდამი ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ ტრადიციულად ერთი ავიაკომპანია ყავდა, თუმცა როდესაც ვთქვი რომ ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ 2024 წლიდან ამ მიმართულებებზე უკვე 2 და ზოგან 3 ავიაკომპანიაც კი დაფრინავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულებები იმდენად განვითარებულია, რომ კონკურენციის უკვე ავიაკომპანიებს აღარ ეშინიათ. და მეორეს მხრივ თუ არ არსებობს პირდაპირ ფრენა, ეს შეიძლება რაღაც პერიოდი არსებობდეს ქვეყნებს შორის ინტერესი საქართველოსდან რომელიმე ერთ-ერთი ქვეყნის მიმართ, სადაც არ აქვს პირდაპირ ფრენა, თუმცა თუ არ შევთავაზეთ დროულად შესაბამისი სერვისი პირდაპირ ფრენა, ეს ინტერესი აუცილებლად იპოვის განალდება და სხვაგან გადაერთვება. ხოლო როდესაც გვაქვს პირდაპირ ფრენები, ეს ყოველთვის მზარდი არის და ამ მიმართულებით მგონია რომ ეს ახალი ავიაკომპანიები პირიქით ხელს შეუწყობს მიუხედავად კონკურენციისა, ხელს შეუწყობს ამ ბაზრების განვითარებებს და
პირიქით უკეთესი ეფექტი ექნება. ერთია სახელმწიფო ხედვა სტრატეგიული და გლობალური განვითარება და მეორეა ტაქტიკურ მოქმედებაში მომხმარებელთა ინტერესი. მომხმარებელი ეძებს რაც შეიძლება იაფად და ქუთაისი ამ ხრივ საქართველოში მნიშვნელოვანი მაგალითია, მაგრამ შემდეგ უკვე მადა ჭამაში მოდის ზიაფესთან ერთად კომფორტიც მეტი უნდა. აი მერე უკვე იწყება აი ჰიბრიდული ოქროშუალედის პოვნა, სადაც ზიაფიც არის და კომფორტულიც. აი ასეთი ამ მიმართულებით ამ კომპანიებით თუნდაც ამ 10-ით, რომლებიც უკვე წელს სრულად იმოქმედებენ ქართულ ავიაბაზარზე, აი ეს არჩევანი მკვეთრად შეგრძნებადი გახდება საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის ქართული აეროპორტების ნამდვილად გახდება, აი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამისთვის არის ლონდონის მიმართულება. ლონდონი ძალიან თამამი განაცხადი იყო ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ British Airways, რომელიც უმსხვილესი ფლაგმანი არის და მაგნატი არის, და ძალიან დიდი ძლიერი მოთამაშეა და მეორე მხრივ EasyJet-ი. ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა რისკს შეიცავდა, თუმცა მეორე მხრივ დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სრულიად სხვადასხვა სეგმენტზე არის გათვლილი. EasyJet-ის გზავრი არ დაფრინავს British Airways-ით და British Airways-ის გზავრი არ დაფრინავს EasyJet-ით. აქედან გამომდინარე, გარდა ამისა, British-ის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ იმას, რომ British Airways შესთავაზებს ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებზე და ეს სეგმენტიც რა თქმა უნდა სრულად იქნება British-ის მიერ ათვისებული. აქედან გამომდინარე, მგონია რომ ამ ავიაკომპანიაში ძალიან კარგად არის დივერსიფიცირებული სამივე მოდელი, როგორც არის EasyJet-ის სრულად ულტრა დაბალ ბიუჯეტიანი ეგრეთ წოდებული, არის ტრანსავია, რომელიც ჰიბრიდული მოდელია, ტრანსავია ჰოლანდიის და ფრანგული ორი მიმართულებით იწყებენ ფრენებს. ასევე Edelweiss-ი შვეიცარიული კომპანია და პირველად არის, როდესაც შვეიცარიული კომპანია შემოვიდა ჩვენს ბაზარში და EasyJet-ის და British-ის ფონზე გამოგვჭა ხაზი გაგვესვა ამ ფაქტისთვის და ასევე სრული სერვისის მქონე როგორც არის British, მაგალითად Austrian Airways-ი, რომელიც ვენიდან შემოვიდა ჩვენს ბაზარზე, აქედან გამომდინარე, ასევე ჩინურები, რომლებიც Air China, რომელიც ასევე სრული სერვისის მქონე საჰაერო ავიაკომპანია არის და პრინციპში სამივე მოდელი არის გადაფარული ამ 10 ავიაკომპანიაში. ესე იგი ნისლიანი ალბიონი, კონტინენტური ევროპა და აზია ნამდვილად დავფარეთ ეს სივრცეები და იმედი მაქვს რომ გავზრდით. მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ არაერთი კითხვა მქონდა, მაგრამ რადგან ჩვენი პირველი შეხვედრა იყო წელს და გასული წლის შეჯამებაზე გავაკეთეთ აქცენტი, აქედან ამოვიდა ჩვენი დიალოგი. მადლობა στუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ და კიდევ არაერთი ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას. მადლობა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ბატონი ირაკლი ქარქაშაძე იყო ჩვენი სტუმარი და გადავაჭარბეთ დროს ეთერს უთმობთ უკვე სპორტის სიახლეების მორიგ გამოშვებას, მე კი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ დავიბრუნდებით დროებით. მადლობა.